სქესობრივი ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც საზოგადოების ზრდასრულმა წევრებმა უნდა იცოდნენ. ტაბუირებული თემების საჯარო განხილვა, კომპეტენტური პასუხები, რომელიც თქვენს აქტუალურ შეკითხვებს მოყვება. რადიო იმედის ახალი ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გადაცემის მოსმენა რეკომენდებული არ არის. საღამოშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია ток-შოუ აკრძალული ხილი და ჩვენ მისი წამყვანები მე დაფნა და საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ექიმი სექსოლოგი პროფესორი ზურაბ მარშანია. საღამოშვიდობის ბატონო ზურაბ. საღამოშვიდობისა დაფნა, საღამოშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო. სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ გადაცემის თემაზე, უპრიანი იქნება გაგახსენოთ ჩვენ ტელეფონის ნომრები 292188 და 29211199. გადაცემა აკრძალული ხილი ეთერში გადის ყოველ სამშაბათს 10 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დამთავრებისთანავე და ჩვენ ეთერში ვიქნებით ღამის 12 საათამდე. ასე რომ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ხნის განმავლობაში და დაგვისვათ კითხვები. მე იმასაც გეტყვით, რომ თუ არ გსურთ ჩვენთან კავშირება ტელეფონის მეშვეობით რამე თუ თქვენმა ნაცნობებმა არ გიცნონ, შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს. SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS.com. მისი ტელეფონის ნომერია 219 40 14. 219 40 14. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, დაგვიმეგობრდეთ Facebook-ზე. ჩვენს გვერდს მარტივად იპოვით, საძიებო სისტემაში უნდა აკრიფოთ აკრძალული ხილი, ქართული ან ლათინური შრიფტით და დაგვიმეგობრდეთ, უბრალოდ შემოგვიერთდით და ჩვენსავე Facebook-ის გვერდზე შეძლებთ მოისმინეთ ყველა ის გადაცემა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო გამოგრჩათ. ასევე შეგიძლიათ უფრო მარტივად YouTube-ის საშუალებით მოგძებნოთ აკრძალული ხილი ქართული შრიფტით აკრიფეთ და მოისმენთ ყველაფერს იმ დღიდან მოყოლებული, რაც არსებობს ეს გადაცემა. აბსოლუტურად ყველა თემა შეგიძლიათ მოიძიოთ YouTube-ზე და შესაბამისად ჩვენს Facebook-ის გვერდზე. მე მანიშნებენ, რომ არის ზარი სტუდიაში, ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია გადაცემა, მაგრამ უკვე გვიკავშირდება რადიო მსმენელი. მოგესალმებით, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. მე დავრეკე ადრე სანამ თქვენ თემას გახსენდით შეგნებულად, რომ მე თემის ასეთ განვითარებაში ხელი არ შემეშალა და ეხლაც რა თქმა უნდა დიდხანს არ შეგაყოლეთ. უბრალოდ ჩამოვაყალიბებ ჩემს აზრს თემატურად მე მგონი დაკავშირებულს თქვენ გადაცემასთან და ამჟამად ცხოვრებასთან და ჩვენ ყოფათთანაც ამავე დროს. და ეთუღარი შეკითხვაც იქნება და თუ თქვენ ჩართვით რომ ეს რაღაც კომენტარს იმსახურებს, მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ჩემი აზრის განსაკუთრებულობაზე, მაგრამ თუ რაღაც ასე თქვათ ეთოს სიტყვას მაინც გაიმეტეთ, დიდი მადლობა დავრჩები. თუმცა ვიცი რომ სიძულვის გამო არ მოხდება თუ არ ჩათვლით საყურადღებოდ. მოკლედ და კონკრეტულად. მე რამგონია რომ აი ეს თვითონ ეს თემატიკა თქვენი გადაცემის ეს დაკავშირებული ყოველთვის და მით უმეტეს ჩვენთან პოლიტიკასთან. მე ძალიან მოკლედ გაგახსენებთ, რომ იყოს ჩანაწერები, რომ იყენებდნენ ამ ხალხს მათ ინტიმურ კადრებს აშანტაჟებენ, მე ეს ციხეებში გაუპატიურებები, მე ეს ცოცხები, მე საზღვარგარეთ ამისი გატანეს დიდი მსვლელობები და აჟიოტაჟის ატაკი. ნუ ბევრი ამის მაგალითები ხო შორს წაგვიყვან ძალიან. ხო და ამიტომ მიმაჩნია რომ ეს ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. რამდენად მჭიდრო კავშირშია, რამდენად ახასიათებს ეს საქართველოს, აი ამჟამად საქართველოს არ, აი ამჟამად ჩვენს ძალიან ოჭოფულ მდგომარეობას, აი მაგაზე მინდოდა თქვენი პასუხი და საერთოდ რამდენად ეს ახასიათებს სოფლის სხვადასხვა სახელმწიფოს და მე ძალიან მოკლედ ახსენები ამ სიტუაციას როგორც მე მესახება. დიახ და მე ბატონ ზურაბი იტყვის როგორც მოსახება. იყო ესეთი სიტყვა მოსწრებული გამოთქმა, ანუ პრეკოლი, что ставится русულად უნდა, იმიტომ რომ რუსულად ჟღერს, что ставится спектакль балет Гоэлро, где в главной роли Ленин,
красных колготках. მიმაჩნია რომ ჩვენთანაც ანალოგიური რამე ხდება პლუს ამას არის ცისფერი მელიების პარადის კორდებალეტი და ამ დროს კიდევ ჩვეულებრივი მელიები რომლებსაც ცისფერ მელიებს და ჩვეულებრივ მელიებს შორის ერთმანეთს შორის აქვს ერთგვარი რაღაც პაექრობა და შეჭირხმაც კი იმიტომ რომ ჩვეულებრივი მელიები როგორც ცისფერი მელიები გახდებიან უკვე შეუვაჟური ამ დროს ხდება რომ პირველ გაყოფილებაში პოლიციელი ჭყალებში დუბიკით არდევს ასე ვთქვათ ცისფერ მელიებს და მეორე გაყოფილებაში ჩვეულებრივ მელიებს და ამ დროს რეკლამოუჭრელში ზოებინა კაცნახავი აგენტი ათოსა, პორცოსა და არამისა და რატომაც დარტანიანი კიდე კარგი მოკეცილია. ეს მე მგონი სრული მარაზმი და იდიოტიზმია. მადლობს კარგად განდებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუთხადო და მე მგონი ესე იგი რა არის ეხლა არ მინდა მე რადიოს მენელს დაფნა შეექმნა შტაბ-ბეჭდილება რომ ჩვენს გადაცემას რაღაცა მისტიკური ორეული ესე იგი მოსდევს. ნამდვილად ესე არ არის. როგორც იმ სფეროს, რა სფეროსაც ჩვენ განვიხილავთ, მაგრამ რაღაცა რომ მისტიკური არის ფაქტია რა, იმიტომ რომ ამ გადაცემის წინ ჩვენ სპეციალურად ადრე მოვედით. დიახ, ვისაუბრეთ. სერიოზულად რამდენჯერმე გქონდა მუშაობა ამ თემაზე, რომ აი ზუსტად რაც რადიო მსმენელმა ეხლა შემოგთავაზა. როგორ არის გადაჯაჭვული სექსი და პოლიტიკა? ეს ხო, აი ეს მისტიკა არის, ესე იგი ჩვენ ფიქრობდით და მე მინდა რომ სადღაც აი ვახარო ჩვენ რადიო მსმენელს ეხლა ვინც თქვა რომ იმას კი არ ვაკნინებთ მის როლს, პირიქით მადლობას უხდით ამ დიდებული ზარისთვის რა და თუ ესეთი ზარები მეტი იქნება და რაც შეიძლება მეტი იქნება, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ არანაირ დაკნინებას არ ვაპირებთ, მაგრამ ზუსტად აი ჩვენ გადაწყვეტილი გქონდა და ხელმძღვანელობასაც შევათანხმეთ, ხო? რომ სადღაც შეიძლება აი მოკლე ხანში რაღაცა პატარა ციკლიც კი წავიდეს პოლიტიკასა და ასე ვთქვათ სექსის შესახებ რა და რაც თქვენ ბრძანეთ სექსისა და პოლიტიკის შედარებითი ანალიზი. შეიძლება ეგრეთ, შეიძლება სხვანაირად და მე მინდა ვთქვა რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემაც ესე იგი გარკვეულწილად ამას ეხმიანება, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვილაპარაკებთ დღეს პარაფილიებზე რა, დევიაციებზე, გადახრებზე, ხო? ერთ-ერთი ასეთი პარაფილია არის ძალიან ცნობილი და არც თუ ისე იშვიათი სადიზმი. სადიზმი, ჩვენ მაზოხიზმი და სადიზმი. და აი ეს პოლიტიკასთან იმდენად ჭიდროთ არის დაკავშირებული. აქ მაგალითად ითქვა რადიო მსმენელმა ბრძანა ციხეებში რა ხდებოდა, ეს ხო სადიზმი იყო. რა თქმა უნდა. ეს ხო სადიზმი იყო და ესე იგი სადიზმი რა არის, იცით? სადიზმი ერთი მხრივ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ერთი ჩანს ესე რომ ვითომ ეს იყო დაშინების რაღაც საშუალება და რა თქმა უნდა ესეც იყო. მაგრამ აი მე როგორც სპეციალისტი და მე მგონი არა მარტო მე ძალიან ბევრ ადამიანთან ვისთანაც მე მისაუბრია მათაც ესეთი შტაბ-ბეჭდილება ექმნებათ რომ აი ეს ადამიანები აი ეს ჯალათები რომლებიც ასე ხალხს აწამებდნენ უდაოდ რაღაცა სიამონებას ღებულობდნენ და ეს მე მგონი ჯდება რა სადიზმის პარადიგმაში ძალიან მარტივად და მე ვფიქრობ რომ ეს არის უკიდეგანო თემა და ძალიან მომეწონა ჩვენი რადიო მსმენელის ესე იგი ერთი რემარკა იმის თაობაზე რომ აი სოფლიოში როგორ არის სოფლიოში ამის მეტი რა არის რომ იგივე ხელოვნების ნიმუშებიც რო ავიღოთ და იგივე დაუშვათ აი თუნდაც ესეთი დიდებული ფილმი როგორიც არის შინდლერის სია შინდლერის სია სადაც დიდებული მსახიობები თამაშობენ და ну თვითონ ფილმის რეჟისორიც ვიცით არა როგორი კორიფე არის სოფლიო კინემატოგრაფისა და იქაც არის აი გამოკვეთილი ეს ზუსტად აი ძალადობრივად ესე იგი ჯალათების სახეა საერთოდ სადისტები რა ეს საკონცენტრაციო ლაგერის აი სწორედ და ბანაკის კომენდანტი ეს ახალგაზრდა ყმაწვილია ახლა ეს აღა პრინციპში რომელიც მე ჩამოახვჩეს ხო მაშინ ბიჭი იყო მე ომის მერე ცოტა ასაკი მოემატა და აი რა სიამოვნებას ღებულობს თუნდაც აი წამებით და ამას აუცილებლად აქვს ნამდვილად აქვს სექსუალური ელფერი იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ესე იგი მისი ზალადობის მსხვერპლი ეს ხო ებრაელები არიან და მას სახლში ემსახურება ერთი ებრაელი გოგონა რომლის მიმართაც მას აქვს სქესობრივი ლტოლვა ეს ჩანს ძალიან გამოკვეთილად ამ ფილმში და ის ესე იგი როგორც ასე ვთქვათ ნაციონალ-სოციალისტი ნამდვილი რასისტი ქსენოფობი და ანტისემიტი ის ყველანაირად ებრძვის საკუთარ თავს
მაგრამ ვერ ჯობნის ესე იგი თავის ლტოლვას და რაღაცნაირად ეს ძალიან კარგი ეპიზოდია, როგორ სადისტურად აწამებს იმ გოგოს სარდაფში, გახსოვთ რა? ამას აქვს ძალიან საკუთარი ეფექტი და მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ეს ზარი, ეს არის ნამდვილად რაღაცნაირი ზარი, რომელიც უნდა ყოფილიყო. როგორ დაემთხვა რა? დაემთხვა ნამდვილად რაღაცა მისტიკა არის და მე მგონი ეს ნამდვილად შეგვიწყობს ხელს როგორც დღევანდელი გადაცემის წარმართვაში, ასევე ჩვენ მომავალ საქმიანობაში. ამიტომ დიდი მადლობა ბატონო ჩემო და იმედია ჩვენმა კომენტარმაც გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, თქვენი ინტერესი დააკმაყოფილა. ჩვენ ნამდვილად ალბათ არა მხოლოდ დღევანდელ გადაცემაში, სხვა გადაცემებშიც შევეხებით და პარალელებს გავავლებთ სექსსა და ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს შორის, იმიტომ რომ ალბათ თემატიურ სახეს მიცვევთ ალბათ დაფნა ხო? რა თქმა უნდა. ბატონო ზურაბ, იცით რა მეჩვენება, რომ ალბათ საჭიროც არის, იმიტომ რომ მე ვიცი რომ სვენელებს ზოგს არ აქვს დადებითი დამოკიდებულება ჩვენი გადაცემის მიმართ. მათ წარმოუდგენიათ. ხო, ბუნებრივიც არის, ამიტომაც ჩვენ ძალიან ლოიალურად ვართ განწყობილნი მათ მიმართ. უბრალოდ მე ვიცით რა მინდა რომ შევაცვლევინო აზრი ამ ადამიანებს, ჩვენ არ ვხედავთ აქ და არაფრის პროპაგანდას არ ვეწევით. არც არ ვარიგებთ, არც ვცდილობთ რომ ვინმეს რამე თავს მოვახვიოთ, ხო? ჩვენ საუბრობთ სექსის შესახებ. ვაზროვნებთ, ესე იგი, ჩვენ გვტკივათ თუნდაც. ჩვენ რადიო მსმენელებთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენ ადამიანები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ პროფესიას, სენს, გამოცდილებას და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ ერთნი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. კეთილი, ჩვენ გუნდს ახლა უნდა შემოერთდეს ნუცა, ჩვენი საინფორმაციო წამყვანი. მოკლე საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ ეთერში ვართ და განვაგრძობთ საუბარს გადაცემაში აკრძალული ხილი. Ток-шоу უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. კიდევ ერთხელ საღამომშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენ საკონტაქტო ნომრებს, არა მხოლოდ ტელეფონისას. ტელეფონის ნომრები ალბათ გეცოდინებათ, რამე თუ უცვლელია რადიო იმედის არსებობის დღიდან, დაარსების დღიდან, უფრო სწორედ არსებობს უკვე რამდენი წელიწადია, 2921188 და 2921199. რაც შეეხება SMS ნომერს, შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778. სხვა შორის SMS გზავნილის ღირებულება არ არის იმაზე მეტი, რასაც იხდით ერთი მობილური ოპერატორის ნომრიდან მეორე მობილური ოპერატორის ნომერზე გაგზავნილ SMS-ებში. SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Go, რომლის საკონტაქტო ნომერია 219 ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობისას მოგწეროთ თქვენი კითხვები ჩვენს Facebook-ის გვერდზე. ბატონო ზურაბ, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ თემას, რითაც დავიწყეთ. უფრო სწორედ კი, ჩვენ დღევანდელი გადაცემა არის წინა სამშაბათის გადაცემის გაგრძელება, ხოლო წინა სამშაბათს ჩვენ საუბრობდით პარაფილიებზე. ისე ზოგადადაც რომ ვთქვათ, მე 3 ახალი სიტყვა გავიგე წინა გადაცემიდან. ეს არის პარაფილია, იმპრინტინგი და ბატონ ზურაბისგან გავიგე სიტყვა ოსტრაკიზმუსი, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ყოფილა საყოველთაო გაკიცხვა ოსტრაკიზმუსი. ძალიან საინტერესო ჟღერადობა ყველაფერთან ერთად ამ სიტყვას. იმპრინტინგი და საჯარო. საყოველთაო საჯარო. იმპრინტინგი გახლავთ კვალის დატოვება, დაფიქსირება, ეს არის ამ სიტყვის პირდაპირი თარგმანი, ხოლო სექსოლოგიაში ეს ნიშნავს ერთჯერადად განცდილ კონკრეტულ შეგრძნებას, ძალიან მკაფიოს და ძლიერს, რომელმაც ასახვა ჰპოვა ადამიანის ფსიქიკაზე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, საკმაოდ კარგად გავშალეთ ეს თემა. მე მოვიყვანე მაგალითები იმისა, თუ ვთქვათ, როგორ არის 14 წლის ახალგაზრდა, მაგალითად პარკში მასტურბირებდა, ამ პროცესში მას მოულოდნელად შეუსწრო ახალგაზრდა ქალმა, ქალის ნეგატიურმა რეაქციამ ბიჭში შიში, სირცხვილი და ერთდროულად ძლიერი აღგზნება გამოიწვია. მან იმ მომენტში უძლიერესი და არაჩვეულებრივად დასამახსოვრებელი ორგანიზმი განიცადა. ეს სიტუაცია იმდენად დამკვიდრდა ამ ადამიანის ფსიქიკაში, რომ ეს ახალგაზრდა შემდგომში ექსჰიბიციონისტად ჩამოყალიბდა. აი ეს დაახლოებით ის, რაც მოკლედ იმპრინტინგთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა. რაც შეეხება
პარაფილიებს ჩვენ უკვე რამდენიმე ვახსენეთ წინა გადაცემის დროს, მაგალითად ასაკობრივი მამაკაცების ლტოლვა ახალგაზრდა ბიჭებისადმი, მკვლელობა ძლიერი სექსუალური აგზნების ნიადაგზე, ეროტოფონოფილია, სხვისი სექსუალური აქტის დროს გამოცემულ ხმებზე მიყურადება და არ მით საკუთარი ორგაზმის მიღწევა, ეს გაურდიზმი, საკუთარი სქესის ტანსაცმელში გადაცმა იმ წინაპირობით, რომ ეს ტანისამოსი არც საკუთარ ასაკს და არც სოციალურ მდგომარეობას არ უნდა შეესაბამებოდეს, ანუ რაღაცა ისეთი საოცარი კოსტუმი უნდა იყოს, ეს ცისვესტიზმია. საყვარელ ადამიანზე ან რაიმე ნივთზე ხახუნით მიღებული სიამოვნება, პროტერიზმი და ასე შემდეგ. ჩვენ დღესაც განვაგრძობთ თქვენთვის ამ ტერმინოლოგიის ახსნა განმარტებას, მაგრამ მე მინდა მაინც ბატონ ზურაბთან გადავიდე სიტყვით, ბატონო ზურაბ, მე მინდა თქვენ კითხოთ იმის გაგრძელება, რაც ჩვენმა რადიო მსმენელმა დაგვისვა კითხვა, მან სექსი დააკავშირა პოლიტიკასთან. მე კიდე მინდა რაღაც ჩვენს რეალობას დაუკავშირო, ცოტა იუმორით, რა თქმა უნდა, არავის საწყენად არ მინდა ამის თქმა, მაგრამ არის ასეთი ჰამომანია, ხო? ეს არის ერთ-ერთი გადახრა, ჩვენ არ ვამბობთ ამ სიტყვას, პარაფილიას ვამბობ, მაგრამ ეს იმათვის, ვინც წინა გადაცემას ვერ უსმინა. ეს არის პარაფილია, რომლის დროსაც აგზნება ხდება შეუღლების თემაზე საუბრისას და ქორწილის დეტალების და წინა საქორწილო მზადების განხილვის მომენტში და ადამიანს შეუძლია თურმე აი ამ საუბრებით ორგაზმსაც კი მიაღწიოს. ხომ არ გეჩვენებათ რომ ეს ცოტა ქართული პარაფილია არის. იმდენად ბევრს უნდა გათხოვება და თან რატომღაც მგონია რომ ძალიან კალური პარაფილია. მე მგონი მამაკაცები არ ეგზნებიან მაინდამაც ქორწილზე საუბრით. იცით რა, საერთოდ აქ უკვე ჩვენ სექსუალური ქცევის სტერეოტიპებზე ვილაპარაკებთ, პარადიგმებზე საქართველოში, რომელიც არის ძალიან განსხვავდება მამაკაცისა და ქალის. ალბათ ასეც უნდა იყოს, მაგრამ ასეთი სხვაობაც არ უნდა იყოს. მამაკაცისთვის ეს თემა ნამდვილად არ არის აქტუალური, იმიტომ რომ მამაკაცს არ აქვს პრობლემა ქორწინებამდელი სექსისა საქართველოში. და ქალს ქალების ნაწილს, კარგამოსდილ ნაწილს აქვს და აი ეს პარაფილია და ეს რომ პარაფილია ამაში მე გეთანხმებით თქვენ აბსოლუტურად. ალბათ ეს შეეხება ზუსტად იმ ნაწილს ქალებისა ახალგაზრდა და არც თუ ისე ახალგაზრდა, ჰამომანიაზეა ლაპარაკი, რომლისთვისაც წარმოუდგენელია ქორწინებამდელი სექსი. ეს უბრალოდ არის ტაბუირებული თემა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი. აკრძალული ხილი. ხილიც არ არის ეს არა, ეს არის ტაბუ უკვე რა. ქირია. და ეხლა რა ხდება, იცით, ასეთ სიტუაციაში ადამიანი რაღაც გამოსავალს ეძებს. და ეს პარაფილია ალბათ რაღაცა გამოსავალი არის აი ამ მდგომარეობიდან რა უკვე ოღონდ ეს არ არის ცნობიერი ეს არის არაცნობიერი ნუ როგორ შეიძლება ხა საკუთარ თავს ვერ აგზნებ ხო ლათარა ცნობიერიც არ არის ეს არის სადღაც ასე ვთქვათ იძულებითი ასე ვთქვათ აი იძულებითი ქცევა ადამიანი იძულებულია ესე იგი მიიღოს კმაყოფილება ვითომ ერთი შეხედვით ეს სექსთან არ არის დაკავშირებული ხო აი თქვენ ხო ბძანეთ ეს არის ქორწილისთვის მზადება აი რაღაც საქორწილო კაბა აი რა კაი კაბა ეცვა და აი რა როგორი სინია რა ქვია არშიები და აი მე რო გათხოვდები როგორი ფატა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ რეალურად ხო ეს მაინც სექსთან არის ასოცირებული უბრალოდ ამას არ ამბობენ ხო იმედად ვამბობ ეს ქოცნობიერია მე ვფიქრობ რომ საკმაოდ ცნობიერად ხდება ეს ყველაფერი მაგრამ უნებურად მისი ნების გარეშე ეს არ არის ქოცნობიერება არა უნებურად კარგით მე ამას გულისხმობდი უნებლიეთ ხო იმიტომ რომ ის ვერ უბიძგებს საკუთარ თავს ადამიანი ხო არ არის მართლა ესე მომართული რომ მოდი მე ახლა დავიწყებ საქორწილო კაბაზე ლაპარაკს და ორგაზმს მივახწევ რა თქმა უნდა ამაზე საუბრის დროს ხდება ამისი აგზნება არა ეს ახლა ჩვენ ხო ვთქვით არა პარაფილია რა არის საკმაოდ ესე იგი ზუსტი დეფინიციაა მდგომარეობა რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აგზნებას ახერხებს მხოლოდ რაღაც არაჩვეულებრივ თემაზე ფანტაზიის მეშვეობით ესე იგი ამ შემთხვევაში უკვე ესე იგი ფანტაზიები ყველა ვარიანტში ქორწილის თემაზე, საქორწილო თემაზე, ეს იქნება საქორწილო მზადება იქნება თუ რაღაცა საბოლოო ჯამში მშვენივრად, კარგად ცნობიერად ეს ყველაფერი მიდის ლოგინამდე, ხო მართალია რა.
მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანი, ეს ქალი ახალგაზრდა ან არც თუ ისე ახალგაზრდა ესე იგი ამ თემაზე, ესე იგი ფანტაზიის მეშვეობით ღებულობს სიამოვნებას. სექსუალურ სიამოვნებას, რა. ასე რომ ეს საკმაოდ საინტერესოა და რა არის, იცით, აი ეს ჰამომანია მე ვიტყოდი ასე, რომ ჩემში პირადად საკმაოდ სევდიან და ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს. ნეგატიურს იმიტომ კი არა, რომ რაღაცნაირად ესე იგი მე ნეგატიურად ვარ განწყობილი მაგ ადამიანების მიმართ, პირიქით ძალიან სიმპათიით ვარ განწყობილი. მაგრამ არის რაღაცა თანაგრძნობის, ასე ვთქვათ, მომენტი. არის რაღაც მე არ ვიტყვი, რომ აი მეწოდება და რაღაც არ არიან საწოდაები, მაგრამ აი რაღაცნაირად არა უფრო მეტი ბედნიერების ღირსნი არიან მაგენი რა, უფრო ლაღი ცხოვრება უნდა კონდეს ადამიანს, ვიდრე აქვს ჩვენ სინამდვილეში რა და აი ეს ტაბუირებული თემები, ეს და ტაბუირებული საკითხები მე ფიქრობ, რომ დადებითად არ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე რა და არა მარტო სქესობრივ ჯანმრთელობაზე ეს თლიანობაში, ესე იგი აი რომ ავიღოთ ესეთი რაღაცა დაფნა, ახლა მე არ შეიძლება, მე არა მაქვს უფლება ახლა არ შემოვიტანო ესეთი თემა, რომელიც არის ძალიან მტკივნეული საქართველოსთვის. ეს თემა არის გაუთხოვარი კი არა. ქალების რაოდენობა, საკამაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა და დიდი რაოდენობა, რომელსაც ცხოვრებაში არ ქონიათ სექსი. კი, გეთანხმებით. ეს ხო წმინდა ქართული ფენომენია. რატომღაც ესე მგონია ახლა მე არ ვიცი, ალბათ ჩვენ მოსაზღვრე, ასე ვთქვათ, აი ჩვენი რეგიონისთვის ეს არის ჩვენი რეგიონი, ხო, კავკასია თლიანობაში. ნუ გასაგებია რომელი კავკასია, ეთნიკურად როგორი კავკასია, ხო? იმიტომ რომ კავკასიაში მოიაზრება ცოტა ესეთი რეგიონებით, სადაც ეთნიკური კავკასიელები აღარ ცხოვრობენ, ხო? ჩრდილოეთი კავკასია, ხო? მაგრამ არის ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის შემადგენლობაში რეგიონები და რესპუბლიკები, სადაც კავკასიელები ცხოვრობენ, ხო? აი კავკასიელებით დასახლებული კავკასია. ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ხო? გარდა კავკასიისა, თურქეთი, ახლო აღმოსავლეთი, შეიძლება იქაც არის ესეთი მსგავსი ფენომენი, ეჭვი მეპარება რა. ძალიან ეჭვი მეპარება, ეხლა სერიოზულად არ დავინტერესებული ვარ მაგ თემით, ესე იგი მაგ ქვეყნებში როგორ არის ყველაფერი, მაგრამ რატომღაც აი წმინდა, აი ყველაზე უფრო მტკივნეული ეს საქართველოში მგონია მე. ადამიანი, აი ქალი, მშვენიერი ქალბატონი, რომელიც აი გაჩენილი არის იმისთვის, რომ გამრავლდეს, ყავდეს შვილები, ყავდეს ოჯახი, მოსიყვარულე ქმარი ყავდეს და აი სულს ლევს მარტოობაში და ძმისშვილების გაზდაში, გეთანხმებით აბსოლუტურად. რა არის ახლა ეს? იცი რა, მე მყავს ეს კარგია. მე მყავს ერთი ნაცნობი, უფრო დედაჩემის მეგობარი ქალბატონია, რომელიც პერიოდულად ხვდება ფსიქიატრულ საავადმყოფოში. და მისი პრობლემა არის ეს. ის ყველას უყვება, რომ აი მას არასდროს სექსი არ ქონია ცხოვრებაში და ის დარჩა მარტო და ის მართლაც სრულიად მარტოა. და პერიოდულად იმდენად ხო, აი მარტოობა, ეს ალბათ ეს შინაგანი დაუკმაყოფილებლობა, არ ვიცი, ხა მე არა მაქვს უფლება, რომ თქვენს მაგივრად ვილაპარაკო ბატონოზურაბ, მაგრამ როგორ არა გაქვთ? უნდა აი ზუსტად ჩვენი გადაცემის, ესე იგი, ამოცანა ის არის, რომ ვილაპარაკოთ ყველამ, დაფნა. იცით რომ უბრალოდ ისე ყვება, ისეთ სიამაყით ყვება, რომ არის ქალიშვილი, მაგრამ პერიოდულად ხომ გეუნებით წელიწადში ორჯერ, აი ჩვენ მაგალითად 100-იანზე გვიწევდა ხოლმე ვაკითხავდით და ვპატრონობდით, იმიტომ რომ მეტი მიმხედავი არ ყავდა არავინ. რატომღაც მგონია, რომ ეს რაღაცნაირად არის ერთმანეთთან კავშირში. ნამდვილად არის კავშირში და ალბათ ესე იგი, ნუ ჩვენ ხომ არ ვიცით ამ ადამიანის, ვთქვათ, მოთხოვნილება მისი ორგანიზმის. იქნებ მას ძალიან დიდ რუდუნებად უჯდებოდა ეს ყველაფერი, რომ ძალიან ბევრს მუშაობდა სამედიცინო თვალსაზრისით, სამედიცინო თვალსაზრისით, არა მარტო სექსოლოგიური თვალსაზრისით. ესე იგი, სამედიცინო თვალსაზრისით ცნობილია, რომ ქალს, რომელსაც არ აქვს სექსი, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, დარღვევების სადმი არის მიდრეკილი, მაგალითად იგივე სარძივე ჯირკვლის სიმსივნეებიდან დაწყებული ძალიან სხვა სერიოზული დაავადებებით დამთავრებული და თქვენ ახლა ახსენეთ და სრულიად სამართლიანად ახსენეთ საკმაოდ სერიოზული ფსიქოზური აშლილობები და მათ შორის სხვა ფსიქოზური რეგისტრის
მარტო ნევროზული რეგისტრის კი არა, ეს სწორედ ფსიქოზული რეგისტრის, რომელიც უკვე ასე ვთქვათ, დიდი ფსიქიატრიის, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ თემა არის და ამიტომაც ალბათ იცით რა, მე არ მოუწოდებ რომ ერთბაშად რაღაცა გავაკეთოთ სექსუალურ რევოლუციას. სისულელია, მე საერთოდ მე ვარ კონსერვატორი და ნებისმიერი რევოლუციის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს სექსუალური რევოლუციის. რევოლუცია ყველა არის ამაზრზენი. რევოლუციური პარადიგმა ყოველთვის არის თალსახად ნეგატიური ყოველთვის. მაგრამ რაღაცა უნდა შეიცვალოს რა. უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, ესე არ შეიძლება ცხოვრება. ესე გაგრძელება არ შეიძლება და სხვათა შორის ეს ეხება არა მარტო მაგალითად იმ ქალბატონებს, რომელიც მუდმივად მარტო რჩებიან და საერთოდ სექსი არ აქვს და ეხლა ვილაპარაკეთ ამაზე საკმაოდ ხანგრძლივად. სხვა თემაც არსებობს, თუნდაც ესეთი თემა, მაგალითად ამ რამდენიმე დღის წინ მქონდა ერთ შვენიერ ქალბატონთან ლაპარაკი. შესანიშნავი ქალბატონი, ლამაზი, გოგონა, ახალგაზრდა, სულ რაღაც 30-ზე ცოტა მეტის არის რა. ყავს ბავშვი, ყავს ქმარი, რომელსაც ესე იგი 5 წელი სექსი არ აქვს ცოლთან. ხო და როცა მე ვეუბნები რომ შვილო, ასეთ ქმართან რატო უჩერდები ასეთ ქმარს? ხო ეს ხო ბუნებრივი კითხვაა რა? საქართველოში არა. რას ლაპარაკობთ ბატონო ზურაბ? არა, ლაპარაკი არის ჩემ კაბინეტში. ხო, მაგრამ ექიმის კაბინეტში რას ლაპარაკობთ ბატონო ზურაბ? მე ამას როგორ ვიზავ? რატო ვერ იზამოთ? როგორ მე ეხლა ჩემ ქმარს გავშორდე და ვიღაცამ ჩემ შულს მიაძახოს შენი დედა სუბუქი ყოფაქცევისაო, არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, რაც იმ გოგონამ თქვა. და რატო ხარ სუბუქი ყოფაქცევის გამაგებინე? თუ უვარგის კაცს ცოლი გაშორდება. რატო არის ის სუბუქი ყოფაქცევის გამაგებინეთ ერთი რა და რატო არ აქვს მას უფლება დაუშვათ იმ მამაკაცთან განშორების მერე, ვინც არაფრად არ ვარგა, საერთოდ არ აინტერესებს რა სექსი ამ პიროვნებას. ეს ვინ არის, საერთოდ მე არ ვიცი რა. არა, თვითონ რატო არის ამ ქალთან? ესეც ხო უზნეობაა რა. ესეც ხო დანაშაულია რა. არა, მე სხვა რაღაცა უფრო მაინტერესებს. ჩვენ ხო ყოველთვის ქალია დამნაშავე ყველაფერშია რა. არა, მე პირადად მაინტერესებს ეს ქალი რატო უჩერდება. არა, ეს თავისთავად ეხლა, მაგრამ აი ეს ქალი მე მგონია რომ ამ კაცს ყავს საყვარელი უბრალოდ ძალიან მარტივად. არ ყავს დაფნა, არა, მე იმდენი მაქვს უკვე ეგეთი შემთხვევა. იმდენი მაქვს, რომ უკვე სტატისტიკის კარგი მეოჯახეა, ფული მოაქვს, მუშაობს და რაღაც ბევრი არაფერი რო იცოდეთ რა. არა, ეს გოგო თქვენთან რატო მოვიდა, ეს კიდე სხვა კითხვაა. თქვენთან რა შემთხვევით მოხდა რა, მოხდა შემთხვევით და მე სერიოზული საუბარი შედგა ჩვენ შორის. ამის თაობა. 5 წელი ამ გოგოს სექსი არ ქონია. საერთოდ არა. ამ დროს ყავს თაყვანისმცემელი. რომელიც ესე იგი, ყველაფერს პირდება, ხო იცით, მამაკაცი სექსუალურად აღტკინებული. ყველაფერზე მზად არის და ზოგჯერ შეიძლება გააკეთოს კიდევაც რაც შეპირდა. შეიძლება არ გააკეთოს. შეიძლება გააკეთოს. იქნებ მოყავს ცოლად კაცო. ჩვენ რა ვიცით? რა ვიცით არა? ის უცოლოა თაყვანისმცემელი. დიახ. აი ესეთი მდგომარეობაა და კიდე მე ბავშვიანად მე ვის უნდი ვარ და რა ვიცი, რა 3 და 4 ბავშვით მოუყვანიათ ახლა ცოლი რა ვიცი. ეგეც გამიგონია და ეს ამ ქალს აქვს სერიოზული პრობლემა დამიჯერეთ რა. ამ გოგოსაც ბევრი ეშლება. რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემებია და ეს პრობლემებიც ესე იგი საექიმო ხასიათის არის და მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ფსიქიატრების საქმეა ეს ვიდრე სექსოლოგის საქმე რა. ესე უფრო მგონია, მაგრამ ამითი ხო ეს გოგონა ნაკლებ თანაგრძნობას არ იმსახურებს, უფრო მეტ თანაგრძნობას უმსახურებს და საბოლოოდ ესე იგი ამ მდგომარეობამდე რა მიიყვანა ზუსტად იმან, რაზედაც გვაქვს ჩვენ საუბარი, ხო? იმ საზოგადოებრივმა აზრმა, იმის შიშმა, რომ ის იქნება სტიგმატიზებული. სხვა ჩვენ სტიგმატიზაცია რა არის? ოსტრაკიზმუსი. ილაპარაკეთ ადამიანური ენით. არა, ძველ საბერძნეთში სტიგმატიზაცია არის გარიყული მდგომარეობა, გარიყვა ადამიანის საბერძნეთში ადამიანს ეს მაგას ქვიოდა ოსტრაკიზმუსი და აი ეს ოსტრაკიზმუსის და სტიგმატიზაციის დომოკლეს მახვილი ესე იგი ბერძნულ ასე ვთქვათ გამოთქმებს დაუბრუნდეთ, დომოკლეს mahvilisavit კიდია ამ ქალის თავზე. რატომ კიდია? საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხი ხომ უნდა დადგეს ბოლოს და ბოლოს არა?
საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხი როგორ უნდა ხო არ შეიძლება ხა მარტო ინდივიდუალური ხო არ შეიძლება იყოს პასუხისმგებლობა ხო უნდა იყოს რაღაცა კოლექტიური პასუხისმგებლობის მსგავსი მაინც არა მე არ ვამბობ ეხლა რომ ჩვენთან ქვეყანა ინგრევა და ქვეყანას ანგრევენ და დაუშვათ ჩვენა ვართ ყველაფერი და ხო იცით რა ქართული ფსიქოლოგიისთვის ეთნოფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი ერთი უკიდურესობიდან მეორე ჩვენ ყველაზე უკეთესები ვართ ნაკლი გვაქვს რომ ნაკლი არა გვაქვს მაგრამ ეს ერთი და მეორე ის არის რომ ყველაფრის თავი და თავი ჩვენა ვართ და ერთი სიტყვით ბატონზურაბ ერთი რამ ვიცი დანამდვილებით ჩვენს რადიო მსმენელებს შორის აი ამ წუთას არიან ადამიანები რომლებიც თვლიან რომ თქვენ საშინელებას ჩადიხართ იმიტომ რომ თქვენ უბიძგებთ იმ გოგონას ოჯახის დანგრევისკენ აი ამით დავასრულებ მე პირველ საათს უარყოფ მე ამას უარყოფ მე ამ ბაზრებას დამიმტკიცეთ რომ ეს ასე არ არის გადაცემის მეორე ნახევარში დროებით Talk-show უпроსებისთვის. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე აქ ეთერს მიღმა პაუზებში შეგახსენებთ უბრალოდ იმას რომ გელსაუბრებათ დაფნა და ამ აკრძალული ხილის talk-show-ს წამყვანი გახლავართ ჩემს მოპირდაპირ სავარძელში ძალიან საინტერესო ადამიანი ჩემი კოლეგა ბოლო 9 თვის განმავლობაში საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ექიმი სექსოლოგი პროფესორი ბატონი ზურაბ მარშანია. ჩვენთან დასაკავშირებლად უნდა აკრიფოთ ტელეფონის ნომერი 2921188 და 2921199. ძალიან SMS-ი აუცილებლად 917778 გამოგვიგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება MTŠ SMS გზავნილის ღირებულობა შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს, ასე რომ ნამდვილად არაფერი განსაკუთრებული, რატომღაც ბევრს გონია რომ ჩვენთან SMS-ის გამოგზავნა 1 ლარი ღირს, არ ღირს 1 ლარი, რამდენიც დააწესა თქვენმა ოპერატორმა, მე არ ვიცი რამდენი კონკრეტულად არ ვაგზავნე ხოლმე SMS-ს, აი ზუსტად ის ფასია. SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-com. ტელეფონის ნომერი ამ კომპანიის გახლავთ 219 40 14. ჩვენთან გამოგზავნილ SMS-ებს შორის ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთი საინტერესო, რომელზედაც ბატონ ზურაბ ძალიან უნდა პასუხის გაცემა, მაგრამ ბატონ ზურაბ, სანამ თქვენ გაცემდეთ ჩვენს მსმენელს პასუხს, მე მინდა დიდი მოკრძალებითა და მოწიწებით ჩვენს რადიო მსმენელებს ვთხოვო, რომ თუ ჯერ კიდევ 23 საათსა და 15 წუთზე თქვენს ბავშვებს არ ზძინავთ და რატომღაც თქვენთან ერთად ახლა ხედან რადიო მიმღებებთან მოაცილეთ მაინც არ არის საჭირო ამ გადაცემის მოსმენა 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. ბატონ ზურაბ, აბა წავიკითხოთ. ესე იგი, მე უპირველეს ყოვლისა მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ეს პირველი SMS-ები წამოვიდა უკვე, ერთზე მეტი არის, უბრალოდ კითხვა ერთში არის, დანარჩენები უბრალოდ შეხმიანება არის ჩვენთან. შევეხმიანენ, რაღაცა სიყვარული აღვიხსნეს, გაიხარეთ, გაისახნეს, სასიამოვნოა რა თქმა უნდა, ახლა როგორ ვთქვა, არ გამოაგზავნეო. ეხლა რა არის, რახან უკვე ამდენი SMS-ები წამოვიდა ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე მინდა დაფნას ინფორმაციას შევეხმიანო. რომ ესე იგი თურმე არ ყოფილა ძალიან ძვირი არ ეშინიათ და ესე იგი აგზავნიან ასე რომ ნუ შეგეშინდებათ გამოაგზავნეთ რაც მეც გამოაგზავნეთ უფრო მეც გიპასუხებთ უფრო მეტი გეცოდინებათ ცოტა გამოცოცხლდებით ჩვენც იმიტომ რომ რა არის იცით თქვენთან ინტერაქტივის გარეშე ჩვენ რაღაცნაირად დისკომფორტს გრძნობთ იმიტომ რომ თქვენთვის არის ეს გადაცემა ხომ და ეს ჩვენი და თქვენი ასე ვთქვათ ერთობა თანამშრომლობა აი ესეთი სიცოცხლეს მატებს ამ გადაცემას და მე ბოლოს და ბოლოს მხოლოდ მე ჩემი პირადი ცხოვრებიდან მაგალითებს ვერ მოვიყვან ვიღაცას ხომაც გამოაგზავნა და მე მგონი რომ უკვე ესე იგი ეს პირველი მეცხლები გამოჩნდა და აი პირველი კითხვა არის ესეთი სამწუხაროდ SMS-იდან ძნელი გასარკვევია ცოლი რეკავს თუ ქმარი რეკავს მაგრამ ნუ ფაქტია რომ ეხება საკითხი დაქორწინებულ წყვილს რომელიც 5 თვე არიან დაქორწინებული ახალ დაქორწინებულები არიან ესე იგი და რაღაცა მიზეზის გამო ექიმმა ავიგზალა სექსი ამბობენ და ამის გამო საღამოს რომ მოვდივარ სახშიო სახში განხეთქილებაა ესე იგი თუ მაგვიანდებაო ესეთი რაღაცა არის ნათქვამი
მოვდივარ სახლში და ამის გამო განხეთქილება ოჯახშიო და ერთ სიტყვით ცუდად არის საქმე. სავარაუდოდ გწერს მამაკაცი, მე მგონია, იმიტომ რომ ალბათ რო აგვიანდება უკვე ცოლს აქვს პრეტენზია. ხო, რა თქმა უნდა და გარდა მაგისა, ესე იგი მენიშნა ცოტა არასასიამოვნოდ ერთი ამბავი, ესე 5 თვის დაქორწინებული ახალ დაქორწინებულებია, ხო? ალბათ მე ესე ვარაუდობ, რომ რაღაცა დაუშვათ ანანთებითი პროცესია ან რაღაცა და ექიმმა გინეკოლოგმა მე ესე ვფიქრობ, ცოლს აუგზალა სექსი რა არის, იცით ესე იგი გინეკოლოგის კომპეტენციაში ვერ შევიჭრები და არ შევიჭრები არასოდეს, მაგრამ ხანდახან სერიოზული უთანხმოება მოგდის ხოლმე ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან მაგის გამო. ძალიან უყვარს ჩვენ გინეკოლოგებს სექსის აკრძალვა. ესე იგი, არავითარ შემთხვევაში სანამ მე მკურნალობ და ეს კურნალობის პროცესი ხანდახან თვეობით გრძელდება. არა და ეს არის ბანალური რაღაც ანთებითი პროცესის კურნალობა და რაღაცა. რატო უნდა აიკრძალოს ამ დროს სექსი, მე არ ვიცი ამ ხნის განმავლობაში. მით უმეტეს, როცა არსებობს დამცავი საშუალებები, როგორც ვიცით, ეს კონდომი ანუ პრეზერვატივი და ასე შემდეგ. ამიტომაც ესე იგი გვიშველეთ რაღაცაო და მოგეცით რჩევაო. რა რჩევა უნდა მივცე? მე მივცემდი ესეთ რჩევას, რომ ესე იგი დაელაპარაკოს კიდევ ერთხელ ექიმს, მის მკურნალ ექიმს და იქნებ რაღაცნაირად დართოს უფლება, რომ დაიწყოს სექსი, ყოველ შემთხვევაში იშვიათად მაინც, ხშირად მაინც არა. როგორ შეიძლება 5 თვის დაქორწინებული, ესე იგი წყვილი იყოს სექსის გარეშე? აი რა არის ესა? თუ ეს მაზოხიზმია, არ ვიცი. ეს არის მკურნალობის მეთოდი. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს უკვე სადიზმია. თუ ვიღაცა სიამოვნებს რომ 5 თვე თუ რაღაცა თვეების განმავლობაში ესე იგი სექსი აუგზალეს იტანჯება და სიამოვნებს ეს უკვე მაზოხიზმია და ის პიროვნება ის ექიმი ვინც უგზალავს სადისტია ნამდვილად რა ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში ეხმიანება ჩვენი კანონს ეხმიანება ნუ პარაფილია ესა და ხუმრობთ რა თქმა უნდა მაგრამ უნდა ვიხუმროთ მეგობრებო ესეც არ არის მე ესე იგი ფიქრობ რა იცით რომ ალბათ ცოტა უფრო სხვანაირი მიდგომებია საჭირო ამ სექსის აკრძალვასთან მიმართებაში რა ეს არის ჩემი ძალიან პრინციპული პოზიცია და ჩემ კოლეგა განსაკუთრებით გინეკოლოგებთან მაქვს ხშირად ამაზე დავა ხო და ახლა დიდათ არ მეწინააღმდეგებიან მაგრამ რო იტყვიან როგორ არის რა მაინც თავისას აკეთებენ რა ესეთ რუსული გამოთქმა პირველ ჩვენებას აწვევიან ქართულ რუსულად ესე არის ავასკა кушает да ест რა слушает и ест ხო слушает и ест ну ალბათ ეს ну დაუშვებელია რა საერთოდ იცით რა მე მინდა კიდე ერთი რაღაცა ვთქვა ამ სექსის აკრძალვასთან მიმართებით რა ქალისთვისაც და მამაკაცისთვის სექსის რეგულარულობას სქესობრივი აქტების რეგულარულობას აქვს დიდი მნიშვნელობა ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა სქესობრივი აქტი არის ხარისხიანი და სიამოვნების მიმნიჭებელი ორივე პარტნიორისათვის, ცოლისთვისაც და ქმარისათვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის რეგულარული. რეგულარული არ ნიშნავს ყოველ დღე. ეს შეიძლება იყოს კვირაში რამდენჯერმე, შეიძლება თუნდაც კვირაში ერთხელ, მაგრამ რეგულარული. ამიტომაც აი ხანგრძლივად სექსისაგან თავშეკავება ეს არის საკმაოდ არ მინდა მე შევაშინო ეს ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილი და არც არავინ არ მინდა შევაშინო, მაგრამ წყვილი ცხოვრებაში არ მithქვია და მით უმეტეს ღია ეთერშიც ვერ ვიტყვი რა. სერიოზული რისკ ფაქტორი არის სექსუალური დისფუნქციების განვითარების თვალსაზრისით და დისჰარმონიის თვალსაზრისით ესეც ერთ-ერთი დისფუნქციაა ცოლფრული სექსუალური დისჰარმონია. სახეზეა ბატონო. ოჯახში განხეთქილება გვაქვს. რას ნიშნავს ესა? და განხეთქილება იმის გამო რომ სექსი აუგზალა ხო ექიმმა და სექსი არ აქვს. ეს არის ცოლფრული სექსუალური დისჰარმონია. ნუ ჩავაგდებთ თავს ესე იგი ასეთი რისკის ფაქტორის ქვეშ და თუ რაღაცა მაინც და მაინც ესე იგი ეჭვი გვეპარება რა დამიკავშირდნენ ეს ცოლ-ქმარი მე რა და მე დაველაპარაკები მაგად გინეკოლოგს რა საქმის გარჩევებზეც დადიხარ არაფერი საქმე არა ახლა როგორ გეკადრებათ მაგაზე ციხეა არა დაველაპარაკები კოლეგიალურად, ნორმალურად რაღაცაზე და შევთანხმდებით რა. საერთოდ არ არსებობს ექიმი და თუ ექიმები ვართ, რა თქმა უნდა და სხვა რაღაცა არა ვართ. ჩვენ საერთო ენა არ გამოვნახოთ რა და ძალიან უხარიათ ჩემ კოლეგებს, უცა მე ურეკავ, როდესაც ასე ვთქვათ, რჩევას ვეკითხები. ხანდახან იქეთ მინდა ურჩიო, მაგრამ იქეთ რჩევას ვეკითხები. ეს დიპლომატიაა, ხო? ჩემი ბექგრაუნდი მიწყობს ხელს. ხო და ეს კარგია, იმიტომ რომ რა არის მთავარი პაციენტის ინტერესი რა. ჩემი ინტერესი ამ შემთხვევაში არის 5 თვის დაქორწინებული წყვილი იყოს ბედნიერი. ამიტომ კი ბატონო,
მე დავილაპარაკებ იმ ადამიანს, ქალია თუ კაცია და მე ვფიქრობ, რომ მაგ საკითხს მოვაგვარებთ ადვილად და მისცემს სექსის უფლებას ეკიმი რა. და ყველაფერი კარგად იქნება. აი ეს არის ჩემი რჩევა. ახლა გამეცით კითხვაზე პასუხი. წინა საათი დამთავრდა იმით, რომ მე თქვენ საჯაროდ გამოგითქვით ის მოსაზრება, რომელიც სავარაუდოდ აქვს. ჩვენი მსმენელების ნაწილს. კი. მე ხომ ვინ ვარ აქ? მე ვარ მსმენელების რუპორი. რა თქმა უნდა. ამიტომაც გისვამთ კითხვას. არა, ჩემი როგორც დაფნას სახელით, არამედ იმ რადიო მსმენელისა, რომელსაც დარწმუნებული ვარ მოეჩვენა, რომ თქვენ ბატონო ზურაბ იმ გოგონას, რომელმაც თქვა მე ჩემ შვილზე ვერ ვაძახებინებ დედა ვინც არისო, ხო? რომ იმას ფაქტიურად უნგრებთ ოჯახს. იცით რა, ძალიან ძიმეა გადაწყვეტილება იმისა, რომ ქალმა ან მამაკაცმა დატოვოს ოჯახი და ანახალი ოჯახის შექმნას ან რაღაცა ახალზე იფიქროს და ასე შემდეგ, მაგრამ იცით რა, არსებობს უნივერსალური თანაცხოვრების, მათ შორის ოჯახური და სექსუალური თანაცხოვრების ნორმები. არსებობს მოთხოვნები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ორივე ცოლ-ქმარი. მამაკაცი, რომელიც კატეგორიულად უარს აცხადებს 5 წლის განმავლობაში სექსზე, რა, მე არ ვიცი ეს მამაკაცი რამდენად არის ღირსი, რომ მას ყავდეს ოჯახი რა. მაგრამ აქ კითხვა ისმის სხვანაირად. იქნება ალბათ არის ეს ბიჭი და ვერ უტყდება საკუთარ თავს, თავის ცოლს. საქმეც მაგაშია, რომ იყოს ეს ის რომ მას სექსი არ უნდა, ეს არ არის პარაფილია. პარაფილია არ არის, ეს არის სექსუალური დისფუნქცია, რომელიც საკმაოდ ძნელად სამკურნალოა, ძნელად იკურნება. ეს ითვლება ერთ-ერთ ფორმატ სექსუალური დისფუნქციებისა, რომელიც საკმაოდ ხშირია, არ არის იშვიათი. მაგრამ ხომ უნდა ეცადოს არა ადამიანი რა, რაღაცის გამოსწორებას რა. ხომ უნდა ეცადოს. ამ შემთხვევაში არანაირი მცდელობა არ არის. მე რამდენჯერმე შევთავაზე, რომ მომიყვანე გენაცვალე და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგეხმაროთ და ბოლოს და ბოლოს ხო შეიძლება რაღაცა ორგანული მიზეზიც გქონდეს. შეიძლება ლიბიდო იყოს დაქვეითებული, მაგალითად ტესტოსტერონის დონე იყოს დაქვეითებული. ძალიან ხშირია სხვადასხვა მათ შორის ახალგაზრდულ ასაკშიც. უკვე 35 წლიდან ისმება ესეთი დიაგნოზი, როგორიც არის მამაკაცის ხნოვანობის სიმპტომები. 35 წლის კაცი და ხნოვანობაა ვიღაცა იტყვის. არის ბატონო და რა ვქნათ ახლა 35-დან 65 წლამდე ისმება ეს დიაგნოზი. 65-ის მერე უკვე ხნოვანი არ არის. მოხუცია. ასეა თუ ისე მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ქალი უფრო აქტიური უნდა იყოს. პრობლემა საქართველოში და ქართულ ოჯახში სერიოზული პრობლემა არის ქალის გააქტიურება, ქალის როლის გააქტიურება. გააქტიურება პირველ რიგში რა თქმა უნდა სოციალურად, იმიტომ რომ რა არის ეს აი ამ გოგონას, აი 30 წოდნავ გადაცილებული ახალგაზრდა ქალის რეაქცია, რომ მე როგორ ვიზავ ამას, მე ამას როგორ ვათქმევინებ და რაღაცა, ეს რა არის? ეს ფაქტიურად არის სტერეოტიპი, რაღაცნაირი სტერეოტიპი, მანკიერი სტერეოტიპი, რომ ქალმა უნდა აიტანოს ყველაფერი ოჯახში, უნდა აიტანოს ყველაფერი. სხვათა შორის ლაპარაკი არ არის მარტო დაუშვათ აი სექსის არქონაზე რა, ძალადობა არ არის ოჯახში. მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობა არ აქვს ხედულობაში, თუმცა ეგეც შეიძლება. არასექსუალური ხასიათის ძალადობა რა შეიძლება იყოს? აუცილებლად უნდა მოითმინოს. მე უქნარა მამაკაცი, რომელიც არაფერს არ აკეთებს და ცოლს აზის კისერზე. სხვადასხვა დაუშვათ მე არ ვლაპარაკობ ქრონიკულ ალკოჰოლიზმზე და ნარკომანიაზე. ამ დროს ესე იგი ოჯახის თლიანობაზე ჩაჭიდება, მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, მე არავის თავს არ ვახვევ ჩემ აზრს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად თავის მოტყუებაა და შეიძლება ოჯახისთვისაც და შვილებისთვისაც რაღაც დათვური სამსახურის გაწევა არის. მე ესეთი შეხედულება მაქვს კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში თქვენ რაც დამესვით, ესე იგი კითხვა. თუმცა ვთქვათ ესე, რომ ისევ ლევ ტოლსტოის მოუხმობ ამ შემთხვევაში, რომ ყველა ბედნიერი ოჯახი აბსოლუტურად ერთმანეთს გავს, ტყუპის სალივით, ერთნაირად ბედნიერია, ტყუპის სალივით გავს ერთმანეთს და ყველა
უბედური ოჯახი თავისებურად არის აბსოლუტურად განუმეორებლად უბედურია, ამიტომ რომ ყველა შემთხვევაზე რა თქმა უნდა მე რასაც ვამბობ არ შეიძლება ამის განზოგადოება. თერფას რადიო მსმენელებო კიდევ ერთი პატარა გატიხრო ჩვენს გადაცემაში მოკლე საინფორმაციო გამოშვების სახით, შემდეგ კი გადაცემის ბოლო ნაწილი. Ток-шоу უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს ჩვენი მეოთხე მოსალმება არის სამწუხაროდ საბოლოო დღეისათვის. თითქოს პარაფილიაზე ვლაპარაკობდით, მე მგონი ყველა თემა გამოგვივიდა პარაფილიაზე. პოლიტიკასაც შევეხეთ და მაგრამ ფაქტად დარჩა ბატონო ზურაბ ერთი დასტა ქაღალდებით ვარ მოსული, პრაქტიკულად ვერაფერი ვერ მოვასწარით, რაც პარაფილიებს ეხებოდა, თორე უამრავით თემა მიმოვიხილეთ. ერთ კვირაში კიდე შევხვდებით ერთმანეთს და ჩვენი ერთგული რადიო მსმენელი მე მგონი ერთი კვირის შემდეგაც ჩვენთან იქნება. აუცილებლად. მე უბრალოდ მოგიწოდებ ძირფასო რადიო მსმენელებო, ნუ დაელოდებით ამ ერთი კვირის გასვლას, დაგვიკავშირდით, მოგწერეთ Facebook-ზე, ან თუნდაც SMS-ი, ნუ თუ არ გინდათ რომ გამოჩნდეთ, ახლა თქვენი ტელეფონის ნომერი მაინც ჩანს SMS რომ აგზავნით, ხო? რა მნიშვნელობა მე არც ამის გასაჯაროებას ვაპირებ, არც არაფერი. ჩვენ მაგალითად მოგვივიდა არსებობს კონფიდენციალობის პრინციპი. ჩვენ მოგვივიდა Facebook-ზე ძალზედ ინტიმური ხასიათის წერილი, რომელიც მე აქ მიდევს, მაგრამ როგორც ჩანს უნდა შემოვიტოვო ჩვენი მომდევნო გადაცემისთვის, თუ ამ წერილის ავტორი გვისმენს, მე რა თქმა უნდა ყოველგვარი თქვენი კოორდინატების და თქვენი საფეისბუქო ნიკნეიმის დასახელებისგან შევიკავებ თავს, მაგრამ თავისუფლებას მივცემ, რომ სრულად თქვენი წერილი წავუკითხო პირდაპირ ეთერში ბატონ ზურაბს და მოვისმინოთ მისი კომპეტენტური აზრი თქვენს პრობლემასთან დაკავშირებით. კი ბატონო, დაფნა მე მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ეხლა ერთი გავაკეთო, ერთი რეპლიკა. ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვარ ექიმი, ჯერ ერთი, მე ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული დიდი ხნის წინ, რომელიც ძალაშია, სიცოცხლის ბოლომდე, სანამ ექიმი ცოცხალია და ბოლოს სექსოლოგი ვარ, ექიმი სექსოლოგი და მე მინდა ჩემი რადიო მსმენელები დავარწმუნო ყველანი აბსოლუტურად, რომ ჩვენი გადაცემა 100%-ით უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას მიღებული ინფორმაციის, არა თუ დაუშვათ რაღაცის ნომერი და რაღაც არამედ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ესე იგი თქვენთვის არ არის სასურველი, ყველანაირად იქნება დაფარული რა და არავის არ ექნება ამ ინფორმაციისადმი წვდომა. არავითარ შემთხვევაში. აი როგორც სამედიცინო დაწესებულებაში არის სამედიცინო საექიმო საიდუმლო დაცული, აი ასე იქნება დაცული ჩვენ გადაცემაში. ამის გარანტიას გაძლევთ მე და რა თქმა უნდა რადიო იმედი თავიდან ბოლომდე თავის ხელმძღვანელობასთან ერთად. მე გარანტიას გაძლევთ რა. მინდა გითხრათ, რომ მე ერთხელ დამებადა ასეთი კითხვა და ბატონ ზურაბს ვკითხე, რასთან იყო დაკავშირებული ერთ-ერთი მსმენელის ზარი, ოღონდ ეთერს მიღმა. აი მეც კი არ მითხრა, იცით და არ ვიცი ეს თუ არის თქვენთვის იმის მაგალითი, რომ აბსოლუტურად შეგიძლიათ ენდოთ ამ ადამიანს. პირადად ვთქვათ, თქვენ არ იცნობთ, მაგრამ მე ვიცნობ და მე უკვე ჩემ თავზეც გამოვცადე. ძალიან კონკრეტულად, ლაკონურად მომიჭრა და მითხრა დაფნა, ეს არის უბრალოდ საექიმო საიდუმლო. მე ვერაფერს ვერ გაკითხავ. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ეს გადაცემის ჩარჩოშიც ჯდებოდა, თემატურადაც იყო დაკავშირებული, მაგრამ იმდენად რამდენადაც მსმენელმა არის სურვა ამის გასაჯაროება. მეც კი არ ვიცი რაზე იყო იმ საუბარში, რა დეტალებზე იყო საუბარი იმ სატელეფონო. ასე რომ ანონიმურობის სრული 100%-იანი გარანტია არის ანონიმურობის დაცვისა. არაფრის არ შეგეშიდეთ ძვირფასო რადიო მსმენელებო. იყავით გულღია. ჩვენ დავიცავთ თქვენ საიდუმლოს. ბატონო ზურაბ, ვუპასუხოთ ჩვენმა მსმენელმა დაგვიკონკრეტა, რატომ აუკრძალეს სექსუალური ცხოვრება მას და მის ექიმმა გინეკოლოგმა აუკრძალა მეუღლეს. შეუღლებულებს, 5 თვის შეუღლებულებს, რატო აუკრძალეს სექსი? 5 თვის შეუღლებულებს, არ ვიცი ესე იგი მან კიდე დასაკონკრეტებელი იქნება რამდენი თვის ორსულია. საქმე რაშია, იცით, შეიძლება გინეკოლოგი არის აბსოლუტურად მართალი. იმ შემთხვევაში თუ გარკვეულად არის სპონტანური აბორტის საშიშროება. მოდით ახლა ცოტა გლეხურ ენაზეც ვილაპარაკოთ, ახლა არ მოგწონს ხოლმე დაფნა, თქვენ არ მოგწონთ რაღაც რომ ამბობ სამეცნიერო და სამეცნიერო ტექნოლოგიით, ტერმინოლოგიით.
გლეხურ ენაზე ეს არის მუცლის მოშლა, ესე იგი და აი სპონტანური აბორტის ანუ მუცლის მოშლის საშიშროება არის ორსულობის პირველ თვეებში მეტი. და თუ აქ პირველი თვეა რა, სადღაც სამ თვემდე რა, რა თქმა უნდა რისკი დიდია და მით უმეტეს თუ გინეკოლოგი თვლის რომ მან და არის ან ყვითელი სხეულის ნაკლოვანება, ან არის რაღაცა რისკ ფაქტორები, რომელიც არ გამორიცხავენ სპონტანური აბორტის საშიშროებას, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მე ჩემ კოლეგას თავიდან ბოლომდე დავეთანხმებოდი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, მე არ მაქვს სრული ინფორმაცია. თუ ლაპარაკი არის ცოტა მოზრდილ ორსულობაზე, რა აქ 5 თვე იყო ნახსენები და თუ დაუშვათ 5 თვის სულობა 4 თვეზე მეტის რაღაცა, მან სპონტანური აბორტის ასე ვთქვათ საშიშროება უკვე ნაკლებია. და საერთოდ რა არის, იცით, ყოველთვის არის რაღაცის საშიშროება, ადამიანის სიცოცხლე ისეთია, რომ ყოველთვის ყველაფრის საშიშროება არის, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ დაუშვათ აი 9 თვის განმავლობაში სექსი არ უნდა ქონდეს ცოლკმას, შეუძლებელია, ხო? ასეთ შემთხვევაში, ესე იგი, უნდა საქმეში ჩაერთოს სექსოლოგი. და უпростоრეთ სექსოლოგი და გინეკოლოგი ერთად. როგორც ესე იგი პარტნიორები იმ მიზნით რომ დაეხმაროს ცოლქმრულ წყვილს. არსებობს სპეციალური დამზოგველი პოზები, რომ რა პოზებშიც ესე იგი სექსის წარმოება არის უსაფრთხო. შედარებით უსაფრთხო. იმიტომ რომ ესე იგი რა არის ახლა აქ საშიშროებას, რაში ხედავს ექიმის საშიშროებას? საშიშროება ხედავს იმაში, რომ ესე იგი სქესობრივი აქტის დროს ესე იგი საშოში და საშვილოსნოს ყელში ასე ვთქვათ ფრიქციების დროს არ მოხდეს რაღაცნაირი აქტივაცია. ფრიქციები არის მოძრაობა. ფრიქციები მოძრაობა. ნუ ხა ეს რუსულად ამბობენ მაგას გლეხურად და ამიტომ არ ვიტყვი რა. ხო. ფრიქციები მოძრაობა, ასოს მოძრაობები და აი ამის საშიშროება ეთყობა რაღაცას ხედავს გინეკოლოგი და აი როდესაც სპეციალური პოზა არის, აი გვერდული პოზა. გვერდული, გვერდზე წევს ქალი და მამაკაცი მის უკან და ამ დროს ძალიან დამზოგველია, მინიმალურად არის ასე ვთქვათ შეღწევადობა ასოსის საშოში. ფრიქციებიც ფრთხილად უნდა ჩატარდეს, მერე ლუბრიკანტების ხმარება შეიძლება, სპეციალური მალამოების. ბატონო, მხოლოდ ეს პოზა შეიძლება ფეხმძიმობის დროს? სასურველია. მხოლოდ. სასურველია ეს პოზა, უფრო დამზოგველი, რა თქმა უნდა. ქალისთვისაც სასურველია, ხო? ეს უფრო იმიტომ რომ ქალი თავისთავად ხო დისკომფორტს განიცდის, ესე იგი. ხო, მაგრამ ქალს სხვათა შორის ფეხმძიმობის დროს ახლა რამდენადაც ვიცი, გაცილებით უფრო მეტი მოთხოვნილება უჩნდება სექსისას. ფლათ ესე არ არის ყოველთვის, მაგრამ ხდება ხოლმე. მაგრამ მე ხდება ხოლმე. მე ამას გრძნობდი და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი. სავსებით მისაღებია ესა და სავსებით ნორმის ფარგლებში ჯდება და ამიტომაც ცოდოა რა მამაკაცის და ქალის. ამიტომ როგორც ესე იგი ამ შემთხვევაში არც მწვადი უნდა დაიწყოს და არც შამპური. და ისევ და ისევ მე პრინციპში არაფერს უც არ ვხედავ იმაში რომ ასეთ დროს მჭიდრო კონტაქტი იყოს პაციენტებსა და ექიმ გინეკოლოგსა და ექიმ სექსოლოგს შორის. არაფერი ცუდი არ არის. მეწონა მწვადისა და შამპურის. კი ბატონო. კი ბატონო. ამ შემთხვევაში. აი ამ შემთხვევაში სექსოლოგის ესე იგი ჩართვა ამ პროცესში, ხო? როდესაც უკვე სადღაც დისჰარმონიის საშიშროება როცა არსებობს, არა? სექსოლოგის ჩართვა მე ვფიქრობ ძალიან ოპტიმალური და კარგია და ეს გინეკოლოგისთვისაც კარგია და საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ, მე მინდა უსურვო აი ჩვენ რადიოსმენელს, ვინც ეს SMS-ი მოგწერა, რომ ძალიან ასე ვთქვათ, კარგად დამთავრებული იყოს ყველაფერი. შვილიც შეეძინებათ, სექსიც კარგი ექნებათ და კიდევ მომდევნო ერთ შვილზე გაჩერდებიან, ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, თხოვნა. ბატონო ზურაბ, აი მოგწერა ჩვენმა რადიოსმენელმა, ერთი თეთრი ღირს მაგთიდანო. შედავთ, რა იაფი ყოფილა? ძალიან იაფია. ერთი თეთრი ღირს, მეგობრებო, იაქტიურეთ. ვალიდანაც. მადლობა, კარგი გადაცემა, მომწონს, შემოგეხმიანდებით შემდგომშიო. გაიხარეთ გენაცვალე, თუ გვისმენთ ახლა გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა. დიდი მადლობა, ვინც გვეხმიანება ტელეფონის თუ SMS-ის მეშვეობით. პირდაპირ ეთერში დარეკვას მაინც ერიდებიან ჩვენი რადიომსმენელები. ჩვენ ჯიუტად ველოდებით ხმის SMS-ები მოგწერო. ხმის შემცვლელი აპარატურის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოტანეს. რადიომსმენელებს კი მინდა ვუთხრა, რომ ბატონ ზურაბს ძალიან დამოიმედებელი ინფორმაცია აქვს თქვენთვის და ჩემთვის. იმასთან დაკავშირებით
რომ თურმე საქართველოში ჩატარდა კვლევები და ჩვენ უკვე აღარ მოვიშველიებთ მითიურ ამერიკულ ციფრებს, ჩვენ გვაქვს რეალურია მითიური არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეალური ქართული. ჩვენი მსმენელისთვის ეს არ არის უკვე გვაქვს ქართული და ამაზე ვილაპარაკებთ. ამერიკა ძალიან დიდია და ამერიკა კონტინენტია, ასე რომ ჩვენ ვერ შევედრებით. თურმე არსებობს რეალური ციფრები საქართველოს მოსახლეობაში ჩატარდა გამოკითხვა და ჩვენ ვიცით, ისიც კი ვიცით, ვინ არის უფრო სექსუალურად აქტიური საქართველოში და ვინ ნაკლებად აქტიური. რეგიონების მიხედვით. სქესობრივი განათლების მხრივ ვინ არის შედარებით წინწასული. ვინ მიჩანჩალებს ბოლოს. დილათ რო ვთქვათ რა, არავის რო შეურაცხყოფა არ მივაყენებთ. მე მგონი გვექნება ჩვენ ბევრი დრო. გვექნება ამაზე სალაპარაკო დრო. იმისათვის რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ და მე მგონი უფრო ლაპარაკზე მეტი რომ ვიფიქროთ რა. ვიაზროვნოთ ყველამ რა. და ახლა კი გადაცემა დასრულებულია და 12-15 აკლია და ეხლა შეგიძლიათ იმოქმედოთ. არ გავძანდებ. არ გავძანდებ. სქესობრივი ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც საზოგადოების ზრდასრულმა წევრებმა უნდა იცოდნენ. ტაბუირებული თემების საჯარო განხილვა, კომპეტენტური პასუხები, რომელიც თქვენს აქტუალურ შეკითხვებს მოყვება. რადიო იმედის ახალი ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გადაცემის მოსმენა რეკომენდებული არ არის.